იყო და არა იყო რა. იყო ერთი მამლაყინწა. საქათმეების ბატონი და პატრონი. დღეში კი მამლაყინწას დაუძინებელი მტერი მელია კუდიგრძელია ცხოვრობდა. ის ხშირად სტუმრობდა საქათმეს, მაგრამ ზოგჯერ იქედან კუდა მოძუებული ბრუნდებოდა. მამლაყინწამ თქვა: კუდა მოძუებული რა არის? კუდა მოძუებული რა არის და ხელცარიელი მამი და ვერ ისა ეჩხუბებოდა მამლაყინწა, წაეჩხუბებოდა ხოლმე ჩაუნისკარტებდა და არ ატანდა იმას ქათამს. ჩემი ცხოვრება, ჩემი პირადი ცხოვრება, საზოგადოებრივი საქმიანობა ყველაფერი დაკავშირებული არის გაზეთ ჩემ ხარაგაულთან. აქ საქმიანობ 14 წელია. და ყველაზე თვლი რომ ყველაზე ნაყოფიერი და ყველაზე კარგი წლები, ყველაზე კარგი რაც კი ოდესმე გამიკეთებია, არის ეს 14 წელი და გაზეთ ჩემ ხარაგაულში საქმიანობა. ხო, ერთი ეს მექნება ნოდარის შეხვედრა საგზაო ინფრასტრუქტურაში, გია ჭიკაშვილი მექნება შეშით მომარაგების საკითხებზე, რეინჯერები ინიშნებიან და მე მგონი ამ კვირაში სრულად გვექნება ყველას მონაცემი და მაგას დავბეჭდავთ. ხო, აუცილებლად. პატას კომენტარი მაგ კიდე მუნიციპალიტეტებს და პატარა ქალაქებს ახასიათებთ ეს, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაზეთით გამოხატავენ თანაგრძნობასაც, სიხარულსაც. მაგალითად, აიგერ ძალიან სასიამოვნოა ადამიანისთვის, როგორც ჩანს, ასეთი რამ, როდესაც შვილები, შვილიშვილები და შვილთა შვილები ოჯახებით ულოცავენ 80 წლის იუბილეს. უშანგი ჭიპაშვილს უსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და გახარებას თავის მონაგართან ერთად. როცა სკოლა დავამთავრე და უმაღლეს განათლების მისაღებად წავედი თბილისში, აღარ მქონდა სურვილი რომ დავბრუნდებოდი ალბათ, იმიტომ რომ 96-98 წლებში მე ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროს გაუმცემლობაში, ფინანსებში, გაზეთი ფინანსები იყო, მაგრამ ოჯახური პირობები შეიქმნა ისეთი, რომ დედა რაღაც მარტო იყო ჩემი და გათხოვდა და დედა მარტო დარჩა, ამიტომ მე ვერ მივეცი რაღაც ჩემი თავისუფლება რომ მე იქ დარჩენილიყავ. განდგომას ჭობდეს. განდეგილობა? ხო, განდეგილობა. სოფლის ამაოების დათმობა და წასვლა იქ, სადაც უდაბურსა მას მყუდროებას კაც ჯვიამული ვერ შესწვდები. არაპროფესიონალი მსახიობი ვარ და ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება იმისთვის, რომ გარდავისახო რაღაც როლში. ამიტომ ჩემ მეგობრებს სულ ვეუბნები ხომ, როცა ჩემი სცენაზე გამოსვლის დროა, რეპეტიციების დროს რა საკვირველია, რომ აი ზუსტად მითხარით, აი როგორც სპექტაკლის დროს იტყვით, ისე მითხარით ეს ფრაზა. მისთვის არ გვერის ბოლო სტროფს ხო შენ ამბობ? მე ვამბობ მესმის, პირველი სტროფი ჩემია, მეორე სტროფი შენია, მე ვიტყვებ ჩემო ხარგონო ქვეყანას მე ლუიზა არის. ფურცლები ხო გქონდა აქანა ჩვენ რო? გქონდა დასაწყავი და აღარ არის. პირველად ირინე ჩხეიძემ შემომთავაზა 6 შინაპერა და ერთი მამაკაცი რომ მეთამაშა და შემომთავაზა მარგოს როლი და სცენარი როდესაც დამიდო წინ პირველი ვინც საუბრობს ამ შინაპერებიდან არის სწორედ მარგო. აი როდესაც მიტუა შეუძღვება ოთახში და ეუბნება სულ ეგა რაც ამ ოთახზე რომლებიც ამ შინაპერებმა უნდა დაიქირავონ ბაკურიანში და მარგო მივარდება ფანჯერასთან და შეხედეთ რაცა ესა რაცა და აი ეს პირველი ფრაზა რომ ვთქვი აი მე რა კარგია ირინე თქვა ამას რა ეშველება ამ კაცს რომ მოგიგლა ეს წესიერად ჩამოვკიდეთ ხა ესა ვისია ესა ორია ირინე კიდე გამ გაიოს იქნება ეს გადაგვივა რაღაცით რა სკოჩი არ ბევრმა სპექტაკლის პრემიერის შემდეგ მითხრა, რომ აი შენ ცხოვრებაში ხარ ზუსტად ისეთი, როგორც არის მარგო, მუდამ ეს ზეცაში რო იყურება და სულ პოეზია და ლექსები უყვარს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოკეთ წლებია 90-იანი წლების შემდეგ არ არის კულტურის სახლი. დაანგრიეს იმ მიზნით 90 წელში, რომ უკეთესი აიგებოდა მის ადგილზე. იმ პერიოდიდან მოყოლებული მთელი რიგი კულტურული ღონისძიებები იქმნებოდა იმ კინოთეატრის დარბაზში. აბსოლუტურად არ გქონდა, არასოდეს არ გქონია საგრიმიო, რომ საერთოდ მომემზადებოდით, ატრიბუტიკა რაც ჭირდება, ეს ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს იმ სპექტაკლებში მონაწილეობს, აბსოლუტურად არის ჩვენი. ჩვენი სახლიდან მიტანილია ეს ტანსაცმელი რაც არის, გრიმსაც იქვე ვიკეთებ. ასე რომ ამ თეატრის დარბაზის და ამ დარბაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს პირობებს. სამანიშვილის დედინაცვალის დადგმას აპირებს ირინე და მე უნდა ვითამაშო პლატონის ცოლის როლი. და ირინემ თავაზობს ესე მორიდებულად, რომ იცი ნინო, ერთი სცენაა, სადაც შენ ლოგინში უნდა იწვე პლატონთან ერთად. ჩემი პირველი რეაქცია იყო ესეთი, ვინ იქნება პლატონი? სცენაზე გასვლა არის ძალიან საოცარი მომენტია ჩემთვის ეს. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ხარაგაულის სცენაზე ავდივარ. ხარაგაულის სცენაზე, იმიტომ რომ ხარაგაულელი მაყურებელი არის ყველაზე მთელ მსოფლიოში, ალბათ ყველაზე პრეტენზიული მაყურებელი და ყველაზე კრიტიკული. თუ კი მოხდა ისე და ყოფილა ბუნებრივია ეს ალბათ ყველა თეატრის და ყველა სპექტაკლის და ყველა მაყურებლის ისტორიაში იქნება ასეთი რამ, რომ რაღაც ისე არ გამოდის. არ დაუკრავენ ტაშს.